მარკო რუბიოს განცხადება აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ამერიკის სახელმწიფო მდივანს კითხვა ოპოზიციის მოკავშირემ ჯო ვილსონმა დაუსვა. კითხვის საპასუხოდ მარკო რუბიოს არც საქართველო და არც ქართული ოცნება არ უხსენებია. ოპოზიციური მედია საშუალებებით კი მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას ანტიამერიკული მთავრობა უწოდა. მარტივი შესაძლებელია ჯო ვილსონის დამოკიდებულება და ჯო ვილსონის საქმიანობა. თავარი მიზანი მისთვის არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებაში იყოს მცდარი უსაფუძვლო და ნეგატიური დამოკიდებულება. თუმცა პასუხი, რომელიც მის კითხვაზე მივიღეთ, იყო სხვაგვარი. პასუხი იყო ის, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მოქმედებს საგარეო ფრონტზე, ასე ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის, ასე ვთქვათ, არც მმართველობებს და არც, ასე ვთქვათ, მმართველობის სტილს. მისთვის თავარი არის ის ინტერესი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ამა თუ იმ რეგიონში. და პასუხებისგან ისიც გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გადახედვის პროცესშია თუ რა ინტერესი აქვს ან შეიძლება ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენს რეგიონში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს წლეულებია აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს არაერთხელ დაუმტკიცებია და გაუკეთებია ისეთი რამ, რაც სრულად იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ საერთოდ არ გვქონდა ეროვნული ინტერესები და ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ გვერდით ვედექით ამერიკის ეროვნულ ინტერესებს და ამერიკულ ინტერესებს სხვადასხვა რეგიონში. როდესაც ჩვენ მაგალითად ნატოსთან ერთად იყო საქართველოს სამხედროები წარმოდგენილი სხვადასხვა ოპერაციებში და სხვადასხვა მისიებში. საქართველოს ხელისუფლება ზუსტადად საერთაშორისო არენაზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა ის პოზიციები, რა პოზიციებიც ჰქონდათ ომთან დაკავშირებით, მშვიდობასთან დაკავშირებით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა და იმ მომენტში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უპირობოდ დაუჭირა მხარე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს. იმიტომ რომ ეს ჩვენი ეროვნული ინტერესთანაც არის თანხვედრაში, ხო? ბუნებრივია ჩვენ ვართ მშვიდობის მხარეს, ჩვენ გსურს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში მშვიდობა არის სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ის პოლიტიკური ჯგუფი თუ აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც ებრძვიან საკუთარ სახელმწიფოს და იბრძვიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. აქ არაფერ შუაში არ არის ქართული ოცნება. ქართული ოცნება არის საქართველოს ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ის ქმედებები და ის მიმართულება, რაც აქვს ჩვენს, ასე ვთქვათ, ოპოზიციას საქართველოში არის არა ქართული ოცნების, არამედ ზუსტად საქართველოს ეროვნული ინტერესების და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამიტომაც მარცხდებიან ისინი